როგორი რეალობის წინაშე ვართ, რომ ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე გაეპროტესტებინა, რატომ თქვა უარი ქართულმა ოცნებამ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხის გააქტიურებაზე, ამის გასაპროტესტებლად გამოვიდა, ის დაიჭირეს, სახეზრულებით დაულეწეს, სამონტყოფოდან გამოვიდა, ძლივს რეაბილიტაცია გამოვიდა, ისევ რუსთაველზე იმის გასაპროტესტებლად, რომ ეს ხო შეჩერებულია ისევ და მე რატომ ცემეთო და იმას პლუს ზემოდან კიდე 5000 ლარიანი ჯარიმას უწერ, რომ მასე არ შეიძლება. ხალხო, რა თუნდა ეხლა ბევრის დანახვა და ელემენტარული ამ ფაქტებიდან დასკვნის გაკეთება ხო შეგვიძლია. ნებისმიერი ადათით, აი რუსთაველის გამზირზე რაც გვაქვს, ნებისმიერი ადათით გავსაჯოთ. იქნება ეს ქაშვეთის და ჩვენი ქრისტიანული მწამსი და ადათი იქნება, აქეთ ილია და აკაკიდგანან და ეს ჩვენი კიდევ ქართული და აგერ თაწმინდა გვიყურებს ზემოდან, სადაც პანთეონი გვაქვს, ის ჩვენი მამები არიან იქ, ხო, ქართული საზოგადოების ერის მამები არიან. მათი ადათით გავსაჯოთ, თუ აგერ კარგი ხო რა პარლამენტის შენობა გვაქვს, სადაც იუნკერების საფლავი არის და სადაც ადრე ეკლესია და ტაძარი იდგა, კი მართალია ის რუსული სამხედრო ტაძარი იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს და იქაც რა შენობა არის, ხო, ეს შენობა არის, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ხო, სადაც ვიად გამსახურდია იყო პირველი ის დამოუკიდებლობას ჩაეყარა საფუძველი და რუსთაველის გამზირი გვაქვს. შოთა რუსთაველის ძეგლიც ცოტა უკან გვიდგას და ნებისმიერი ადათით აი საკითხები განვიხილოთ.